ჩვენ ხომ საწყალი იუდას სახელსაც არ ვარქვენ ბავშვი და მე როგორ ვფიქრობ ეს მე მაქვს უფლება ჩემი აზრი მქონდეს მან დაიწყევლა თავი და არანაკლები ალბათ ჯვარს ზიდავს ადამიანურ ბუნებაში იუდას სახე ვიდრე ქრისტე. იმიტომ რომ სამყაროთი წყევლა გახდა ამ საქციელი და ეს არ არის ჯვარი, ისიც ხო ღვთის ხატება გარდა გავიწყდეს მოციქულია. და როგორ ფიქრობ ქრისტეს შეეშალა ახლა და ვერ გამოიცნო ვინ იყო იუდა. იუდას ტრაგედია აიგა. ტრაგედია რა შეეცი ვერ დაიჯერა უპირობო სიყვარული სამწუხარ და განა იუდობას ჩვენ ყველანი არ გავდივართ ეჭვებით შენ შეიძლება არ ციცოდე რამდენ ადამიანისთვის გაგული ნატკენ რომ არ გჯეროდა მისი. შენ რა იცი რომ ისიც ქრისტე იყო რომელსაც იუდასავით ვერ გაუგე. შეგიძლია თქვა რომ არ გაიკეთებია ასეთი? არა ვერ ვიტყვი. მეც ვერ ვიტყვი. მაშინ რა გიდა იუდასთან ვერ გავიგე სად მიდიხარ? იუდა ცუდი ბიჭი და შენ კარგი? ამ ყველაფრის მერე ხდება აღდგომა. იუდასაც გზად საჭირო იყო. მერე მოდის უკვე აღდგომას, ჯვარცმა აღდგომა. ჩვენც პიროვნულად ყველა მისტერია ჩვენში, ყველა პერსონაჟი ჩვენშია. პილატე ხელს როიბა შენ არ დაგიბანია ხშირად აბა ასფალტი ვჭამო? ეს არ ყოფილა რომ აბა შვილებს რა უყო მაშინ და თვალი დაგიხუჭია ჭეშმარიტების. რა არის ჭეშმარიტება? პილატე არის პოზიტიური სამართალი, რომის სამართალი, რომელიც არის მწვერვალი სამართლის. და ამ დროს არის ჭეშმარიტება მართალი სამართალი. და ეს არის ადამიანური სამართალი. ადამიანური სამართალი ვერ უგებს ამას. და მე დილემის წინაშე დგება. იცის პოზიტიური სამართლით ქრისტე არ არის სიკვდილის ღირსი სამჯერ გაიყვანა საწყალმა. უნდა რომ მათ არ იყვირო რომ გასე არ უნდა გაცება და ბოლოს ამბობს რომ ვცემო, ნუ რომ დააკმაყოფილოს მათი ჟინი, ოღონდ გადაარჩინო და არა ისინი ყვირია. სისხლი ჩვენზე და ჩვენ შვილებზეო და პლუს ეუბნებია თუ შენ მაგას გაუშვებ, შენ კეისრის მოღალატე ხარ, იმიტომ მეფე დაცხადებს თავს. მეფე არის მარტო კეისარი. და შეშინდა პილატეს უკვე ახალ დილემას წინაშე დგას. ან ასფალტი ჭამოს, ანუ დაკარგავს კეისრის იმას, ან და ჭეშმარიტებას უერთგულოს, მაგრამ თუ ჭეშმარიტებას უერთგულება ასფალტი ვჭამო, ანუ რა, მე დავკარგო ყველაფერი და რას აკეთებს ხელსიბანს. როგორ ფიქრობ ეს ხელისბანვა რა არის?